თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში ინვესტირებას აგრძელებს TAV Georgia. კომპანიამ ყველა მის პროექტი წარმოადგინა, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში აეროპორტის აეროდრომზე განხორციელდა. გაზრდილი მგზავრთნაკადი ქმნის აუცილებლობას, რომ აეროპორტი გაფართოვდეს და ყველა მგზავრი შეფერხების გარეშე მიიღოს. აღნიშნულ სამუშაოებში ჯამში უკვე 16 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც მოიცავს აეროპორტის აეროდრომზე განხორციელებულ პროექტებში. და მოდი ერთად გადავავლოთ თვალი მარიამ იზორიას მიერ მომზადებულ სიუჟეტს თუ რა ინვესტიციებზე და პროექტებზეა საუბარი, რომელიც განხორციელდა ბოლო პერიოდში. ჩვენ ვიმყოფებით აეროდრომის იმ ნაწილში, რომელიც ჩვეულებრივ მგზავრისთვის მხოლოდ ილუმინატორიდან არის საშუალება, რომ დაინახოს. კონკრეტულად ეს ადგილი არის ბაქანი, სადაც ხდება საჰაერო ხომალდების მიღება, მომსახურება და გაშვება. ამ ადგილზე ხდება როგორც მგზავრების, ასე ტვირთის მომსახურება. ეს არის საჰაერო ხომალდებისთვის ახლად რეაბილიტირებული ადგილი, რომელიც TAV Georgia-ს ინვესტიციით განხორციელდა. კომპანია TAV Georgia განახორციელა გასული წლის განმავლობაში 100,000 კვადრატულ მეტრამდე ფართის რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს, რომ მოეწყო საჰაერო ხომალდების ახალი სადგომები. ახლა ჩვენ ვიმყოფებით სადგომზე, რომელიც კონკრეტულად ეს სადგომი მოემსახურება დიდგაბარიტიან საჰაერო ხომალდებს. დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდების მიღება, მომსახურება გაშვებით უზრუნველყოფილი იქნება უფრო მეტი ტვირთის და უფრო მეტი მგზავრის ჩამოყვანა, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება აეროპორტის გამტარ უნარიანობაზე. გარდა აღნიშნული მონაკვეთისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბაქნის იმ ნაწილს, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ფაქტობრივად გამოუყენებელი იყო. აღნიშნულ მონაკვეთში მოეწყო 3 C-კოდის საჰაერო ხომალდის სადგომი და 3 ვერტმფრენის სადგომი. გარდა ბაქნის ამ ნაწილებისა, რეაბილიტაცია განხორციელდა ბილიკი ეკოს ნაწილზე. რეაბილიტაცია თავის თავში მოიცავდა სამიოსლო ბილიკი ეკოს გაფართოებას და გაგანიერებას. იმისათვის, რომ ასაფრენ-დასაფრენ ზოლიდან შეუფერხებლად მოხდეს დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდების მოხვედრა ბაქანზე. გაფართოების პროექტში ასევე ჩართული იყო შპს საქაერო ნავიგაცია, რომელმაც სამიოსლო ბილიკი ეკო აღჭურვა თანამედროვე ჰაერსანაოსნო საშუალებები. აღნიშნული სამუშაოები განხორციელდა როგორც ადგილობრივი, ასევე ICAO-ს საერთაშორისო მოთხოვნების და სტანდარტების შესაბამისად. ბოლო 1 წლის განმავლობაში TAV Georgia-ს მიერ განხორციელებული ინვესტიციის ფარგლებში შეძენილი იქნა ახალი აეროდრომის უზრუნველყოფის ტექნიკა. აღნიშნული ტექნიკის მეშვეობით ხორციელდება ხელოვნური საფარის მოვლა შენახვეთის სამუშაოები. აღნიშნული ტექნიკა ასევე გამოყენებული არის ზამთრის პერიოდში ხელოვნური საფარის მუშა მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველსაყოფად. TAV Georgia-ს მიერ განხორციელებული ინვესტიციის ფარგლებში შეძენილი იქნა სახანძრო უზრუნველყოფის ერთი ერთეული ავტომობილი, რომელიც მოდიფიცირებული არის Renault-ს ბაზაზე. აღნიშნული სახანძრო ავტომობილი უზრუნველყოფს, რომ დაცული იყოს სახანძრო დაცვის მე-9 კატეგორია. გარდა აღნიშნული ტექნიკისა შეძენილი იქნა საჰაერო ხომალდის ხმელეთზე მომსახურების ტექნიკა. ფრენების ინტენსივობის მატებასთან ერთად ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე ყოველწლიურად ილექება რეზინის დანალექი საჰაერო ხომალდის დამუხრუჭების შედეგად. კომპანია TAV Georgia უზრუნველყოფს ყოველწლიურად აღნიშნული რეზინის დანალექის მოცილებას. საქართველოში აღნიშნული ტექნიკის არარსებობის გამო კომპანია უზრუნველყოფს დაქირავებული იქნას ევროპული ტექნიკა, რითაც ხორციელდება ყოველწლიურად რამოდენიმე ტონა რეზინის დანალექის ფენის მოცილება. 2024-25 წლის განმავლობაში განხორციელებული ინვესტიციის ფარგლებში ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა სახანძრო დეპოს. სახანძრო დეპოს რეაბილიტაციის პროცესი გულისხმობს სახანძრო დეპოს გაფართოებას. სახანძრო დეპოში განთავსებული იქნება პერსონალის მოსასვენებელი ოთახები, ასევე პერსონალის მომზადებისთვის საჭირო ყველა აღჭურვილობა, ოთახები და სივრცეები. გაფართოებულ სახანძრო დეპოში განთავსებული იქნება საავარიო ოპერატიული ცენტრი, რაც აეროპორტში საგანგებო მდგომარეობის დროს ხელს შეუწყობს ოპერაციების ეფექტურად მართვას.